დედამიწის სიღრმეში რაღაც მძაფრად იხარშება და ერთ დღეს ბუმ, ვულკანი ფეთქდება. მაგრამ როგორ ხდება ეს? და რატომ აქვს ზოგჯერ ამოფრქვევას ისტორიული მნიშვნელობა? მოდი გავარკვიოთ, რა ხდება, როცა ვულკანი ფეთქდება. მაგმა და ზეწოლა. მიწის ქერქის ქვეშ არის ნახევრად დნარი ქანი, მაგმა, რომელიც სითბოსა და ზეწოლის ქვეშ იმყოფება. როცა მაგმა ზედაპირზე ამოსვლის გზას პოულობს, ეს ქმნის ვულკანს. თუ მაგმის ზეწოლა გაიზრდება და ზედაპირი ვერ უძლებს, ხდება ამოფრქვევა. ეს ამოფრქვევა შეიძლება იყოს მშვიდი, მაგრამ ზოგჯერ ძალზე დრამატული, გაანადგურებს ქალაქებსა და ბუნებას. ვულკანის ტიპები. სტრატოვულკანი. მაღალი, ფენოვანი, ხშირად საშიში. მაგალითად, ვეზუვი, ეტნა, ფუჯი. ხასიათდება ლავასა და ფერფლის მონაცვლეობით. ამოფრქვევა ხშირად მძლავრია. ფარისებრი ვულკანი. დაბალი, ფართო და ნაკლებად ამფეთქებელი. მაგალითად, ჰავაის მაუნა-ლოა. ლავა ნელა მოედინება და ქმნის გრძელ გორაკებს. კონუსური ვულკანი, ცინდერი კონი. პატარა და სწრაფად წარმოქმნილი. მოკლე, ძლიერი ამოფრქვევები. ხშირია გვერდით ვენტილებზე. მოკლე სიცოცხლე. ლავა და ფერფლი. ლავა, მიწის ქერქიდან ამოსული მაგმა, რომელიც მიედინება და წვავს ყველაფერს გზაზე. ფერფლი, ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ატმოსფეროში ასული პატარა ნაწილაკები. შეუძლია დაფაროს მთები, დაბნელოს მზე და შეცვალოს კლიმატი. ფერფლის ღრუბელი შეიძლება გლობალურად გავრცელდეს. ცნობილი ამოფრქვევები. ვეზუვი, იტალია, 79 წელი. პომპეის და ჰერკულანიუმის განადგურება. ათასობით მსხვერპლი. კრაკატაუ, ინდონეზია, 1883 წელი. ყველაზე ხმამაღალი ხმა ისტორიაში. ვულკანური ზამთარი. ეიაფიატლაიოკუტლი, ისლანდია, 2000 წელი. ავიამიმოსვლის პარალიზება ევროპაში. გლობალური ეკონომიკური გავლენა. ვულკანი არ არის მხოლოდ ბუნებრივი მოვლენა, ის დედამიწის სიღრმიდან ამოსული ძალაა. მისი ამოფრქვევები ცვლიან ლანდშაფტს, ისტორიას და ზოგჯერ მთელ კლიმატს. გამოიწერე გეოკორი, თუ გინდა მეტი გაიგო დედამიწის საოცრებების შესახებ. გეოლოგია ქართულად, მარტივად და თვალსაჩინოდ.